ანა კარენინა. ეს გაქვთ საკითხული ვინმე ეს? კი ბატონო. ანუ უფრო მეტად გახსოვთ ეს ამბავი. არქეტიპული კვადრატი, ანუ ანა კარენინას ისტორიას ვიწყებთ და ვამთავრებთ მეორე კვადრატში. ეს არის ქურუმი ქალი, რომელიც ჩრდილოვანი მხარე არის, როგორც გითხარით, გრძნეული. ანუ ანა კარენინას წინა ცხოვრებით რა შეგვიძლია ესე იგი ვივარაუდოთ. მეფის ასულობის ეს ეტაპი გავლილი აქვს. ანუ სქემა წეღა როგორც ავხსენეთ, მარტივად როგორ უნდა ვთქვათ, რომ მეფის ასულობიდან არის თუ კი ქურუმი ქალია, მეფის ასულიდან არის გადმოსული, ხო? თუ ეს ბოზიგოგოს ჩრდილოვანი მხარე დამუშავებული აქვს, ხო, კარგი, თუ არა აქვს დამუშავებული, მოუწევს რომ დაამუშავოს შემდგომ ურთიერთობებში. კვადრატი არის სიბრძნე, ინტუიცია, სიყვარული და თვით განადგურება. ეს საკვანძო სიტყვა არის სხვათა შორის ამ კვადრატისთვის. შინაგანი ასაკი არის მოზრდილი, მაგრამ ემოციურად დაუმთავრებელი. ანა კარენინა არის ქალი, რომელსაც ზედაპირზე აქვს ქურუმი ქალის შარმი. სასწაული, გრაცია, სითბო, სიბრძნე და შინაგანი ბრწყინვალება, რომლის დანახვაც პირველივე წუთიდან აღაგზნებს გარშემო მყოფების ენერგიას. ამ კვადრატში მყოფი და თუ თქვა თქვენ თავთან რაღაცნაირად ამას დააიდენტიფიცირებთ, როცა აი ამ სიტუაციაში არის ხალი, მის ირგვლივ მატულობს ესე იგი იმეების თაყვანისმცემლების რაოდენობა, ანუ უფრო და უფრო ხშირია ხოლმე ამ დროს სწორედ ამ პერიოდში ეს მრავლდებიან, ასე ვთქვათ, თაყვანისმცემლები ჩვენს ქალების ირგვლივ. მასში არის რაღაც თბილი, დიდებული, წმინდად ქალური, ისეთი, ვინც თავის არსებობით სხვას თვითონ ხდის ძლიერს და ღირსეულს, სხვას ხდის ღირსეულს და ანუ სხვის განვითარებას ხელს უწყობს. მაგრამ ამავდროულად თანდათან ამოდის მისი გრძნეულის ჭრილი, ემოციური აბსოლუტიზმი, სიგიჟემდე მიყვანილი ვნება, ყოვლისმომცველი მოთხოვნილება კონტროლისა და სრულიად უნიკალურობის, რომელიც ბოლოს თვითგანადგურებაში გადადის, რაც ანა კარენინას დაემართა. ანას არქეტიპი სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის არის გაჭედილი, აღმატებული ქალურობა, საბედისწერო დამანგრეველი ნებადღელვის საწინააღმდეგოდ. ესე იგი, მისი мотиваცია ანაქმნის სივრცე, სადაც კაცები იღვიძებენ, იქნება მათი საუკეთესო მხარე. ესე იგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი არქეტიპის ქალები, როგორც წესი, არიან აი როგორც ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ ვიღაცა გაიზარდოს მის წიაღში. როცა ამ პერიოდში ხვდება ქალი პარტნიორს, რა ხდება სინამდვილეში? თვითონ კი არ იზრდება, პარტნიორი იზრდება უფრო მეტად. ანუ რაღაცა თითქოს ამ დიდი ენერგიის მიმცემი არის ასეთი ქალის ხვისთვის. ოღონდ როგორც წესი რა ხდება, თუ თქვათ ის პარტნიორი სადღაც განვითარებას აგრძელებს, ტოვებს ამ ქურუმ ქალს ტოვებს და თვითონ მიდის უფრო წინ. რაც გააკეთა ვრონსკიმ, როგორც გახსოვთ. როგორც რესურსი. ამიტომ ნახე ამ მომენტში მყოფი ქალი ან არის ჩაკეტილი, ცივი, როგორ თქვა, მიუღწეველი არის პარტნიორისთვის, ანუ არ არის ასე ვთქვათ რა. ხო, საზღვრები დაწესებული აქვს, მაგრამ თუ გამოიტყუებ ამ საზღვრებიდან და თუ გამოვა, თუ დათმობს ამ თავის საზღვრებს, ესე იგი ვიღაცა სხვაზე ახდენს ძალიან ძლიერ პოზიტიურ ზემოქმედებას, გრძნეული პირიქით ნეგატიურს, დამანგრეულ ზემოქმედებას, აი როგორც ეს აქეთა მხარე თუ ახდენს პოზიტიურ ზემოქმედებას, გრძნეული და დამანგრეულ ზემოქმედებას. აი ერთმანეთის აპირისპიროთ, რომ შევაპირისპიროთ ეს ორი პერსონაჟი, ანა კარენინა და ისა რა ქვია, წეღა რომ ახსენე კაცო. ნასტასია ფილიპოვნა. ნასტასია ფილიპოვნა რას აკეთებს, ხო? დამანგრეველია, ფაქტორად მის ირგვლივ კაცი თუ გაჭაჭანდება, ან იშორებს თავიდან, რომ შენ კარგი ბიჭი ხარ, ისა რა, მიშკინო და მოდი გამანებე თავი და გვერდით გაწევს, იმიტომ რომ შენ თუ ჩემთან ახლოს მოხვალ, შენ კარგი ცხოვრება არ გექნება, შენ დაინგრევი. იმიტომ რომ ეს ისეთ ენერგეტიკულ ველში ტრიალებს, რომ მის ირგვლივ კაცი თუ გაჭაჭანდება, ის არ უნდა მოკვდეს, ან იმან უნდა მოკლას ეს თვითონ, ან რაღაცა უბედურება უნდა გადახდეს თავს. ამიტომ ვინც მას ჯერ კიდევ მოსწონს და აფასებს და ესეთი ძალიან იშვიათად რომ ვიღაცა იყოს და ესეთი იყო მიშკინი, იმიტომ რომ სუფთა ადამიანია, მიშკინს ეუბნება რომ თავი გამანები, წადი შენთვის შენ გზაზე რა, კარგი ხარ, ესეთი ხარ თუ როგორიც ხარ, ჩემთან არ გირჩევ ყოფნას, იმიტომ რომ ჩემს გვერდით უნდა იყვნენ ისინი, რა ქვია, რაგოჟინები და ვიღაცეები, რომლებსაც სახეს გავაძრობ. იმიტომ რომ მე ვარ ისეთ ენერგეტიკულ ველში, რომ ჩემს ირგვლივ თუ კაცი აღმოჩნდება, კაი ბედი იმას არ ეწევა.
აი ესეთი რადიკალური განსხვავება არის. საბედის წეროქალი, ეს არის ლიტერატურისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მეორე კვადრატი ლიტერატურას ყველაზე მეტად უყვარს. ყველაზე ხშირად თუ კი რამე ტექსტებია დაწერილი, მეორე კვადრატის ქალებზეა დაწერილი, ან აქეთ, ან ამაზე, ან იქითაზე. ორივე ძალიან უყვარს, როგორც გითხარით, ლიტერატურას. რუსულ ლიტერატურა გიждდება გრძნეულ ქალებზე, იმიტომ რომ მე ჩემი თეორია მაქვს, რომ რუსული, ასე ვთქვათ, ზოგადად სამყარო დგას კნეინას არქეტიპზე. ბაბა-იაგა ეს არის რუსეთი. ანუ წინასწარმეტყველება, ესე იგი, რუსეთში თუ კი რამე ეს დიდი ტექსტის რაღაც ჩანასახს ყველაფერს წაიკითხავ, მიხვდები, რომ ყველაფერი იზრდება მაგ ბაბა-იაგას ამბავზე. ანუ ეს ბაბა-იაგა როგორც არის კნეინას პერსონაჟი, ასე ვთქვათ, სრული მაკონტროლებელი მახრჩობელა დედა, როგორც დიდი დედა, როგორც იუნგი უწოდებდა მას, დასაბამია რუსული კულტურის და ამიტომ აი ამ კნეინასკენ მიმოვალ გზას გაივლიან ხოლმე რუსი პერსონაჟი ქალები. აი ამიტომაც უყვარს რუსული ლიტერატურას ეს გრძნეული. მისი ხიბლი არის, მისი ყოფნა თვითონ არის მოვლენა, სიტყვები მზერა, მოძრაობა, ყველაფერი რიტუალური აქვს. ის არ ცდილობს იყოს მიმზიდველი, ის ესეთი უბრალოდ არის. ის ამას არ აკეთებს, აი რაღაცა არ ჭირდება რა, რაღაცა манипуляციები, ხო? მეფისასულს და ოზგოგოს თუ ეს ჭირდება რაღაცა ზედმეტი რაღაცა ამბების გაკეთება, ამას არ ჭირდება, ეს ესეთია ისედაც. სულ რომ ჯვალოსტომარა რომ ჩამოიცვას და ისე რომ მივიდეს სადღაც წვეულებაზე, ის იმ თავის ენერგეტიკული იმითი მონაცემებით ისედაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება და ის ისედაც იქნება ესეთი როგორიც არის. მისი ფსიქოლოგია მის შინაგან სამყაროში მუდმივად დუღს გრძნობა, რომელიც ამბობს სიყვარული ჩემშია და მე ვიწვი. დავიწვევი თუ სხვას ვერ გაუზიარებ. ამიტომ ის ქმნის სივრცეს, სადაც მამაკაცი თაყვანს ცემს და თავადაც კარგავს გარკვეულ ტიპის თითქოს საზღვრებს. მაგრამ არა სხეულით, არამედ სულით. ამ კვადრატში მყოფი ქალები, ესე იგი, უფრო მეტად ემოციურ სიბტყეზე ცდილობენ ხოლმე ურთიერთობების გადაყვანას, ასე ვთქვათ, აი ფიზიკური ურთიერთობები ამ დროს თანდევია, მაგრამ არა დომინანტი და არა წამყვანი. მისი მიზანი სულიერი სრულყოფილებაა სიყვარულში, აბსოლუტურობა, კავშირის ის ფორმა, რომელიც ყოველდღიურ ყოფას აღემატება. ქურუმი ქალის ენერგია, როცა ჭარბად გარდაისახება და აღარ აქვს საზღვრები, გადადის გრძნეულის არქეტიპში. ანუ თუ ეს ყველაფერი ჭარბად არის და ვერ გამოიხატება, ავტომატურად გადადის გრძნეულის არქეტიპში. ან გრძნეულის არქეტიპში ქურუმი ქალი გადადის იმ შემთხვევაში, თუ ქურუმი ქალი კი არა და უბრალოდ პირველი არქეტიპი გადადის გრძნეულის ქალის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ მას ძალიან ძლიერი ტრავმა მიაყენეს და ამ საკუთარი ტრავმიდან ვერ მოახერხა ამოსვლა. რაც მოვიდა ნასტასია ფილიპოვნას, როგორც გითხარით, რომ იყო პატარა, კარგი, მოწესრიგებული 16 წლის გოგონა, რომელიც აიყვანა მზრუნველმა კაცმა მამობილივით თუ რა ვიცი რაღაც ეგრე შეიფარა ოჯახში, მასთან გაერთო, სახელი გაუტეხა და მე თქვა, რომ აგერ აუქციონს ვაცხადებ, ვინც წაიყვანს ცოლად, მზითებს გავატარო და ეს ქალი ქურუმი ვეღარ გახდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ გადავიდა გრძნეულის იმაში, რა ქვია, როლში. შემდეგ ეტაპზე რო გადასულიყო, იქნებოდა მე ამორძალი, მე იქნებოდა კნეინა და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ნასტასია ფილიპოვნას სიბერეს რო წაგვეკითხა ტექსტში და რო არ მოეკლა რაგოჟინის ხელით იმას, რა ქვია, დოსტოევსკის სააშინელ საზიზღარ პერსონაჟს ვიპოვიდით ბოლოში და იქნებოდა ესეთი სანახაობა მაგარი. ანაში თუ არის გრძნეულის ნიშნები, არის სიყვარული აბსოლუტურია, დაუშვებელია კომპრომისი. ეს გრძნეულების ის არის ჟინია ხოლმე ქურუმ ქალებს ეს ამბავი არა აქვთ რა, უფრო ზომიერები არიან. აი გრძნეულის ჩრდილოეთ მხარეში როცა შედის თქვათ პერსონაჟი, ის უფრო ესეთია, რადიკალური და აბსოლუტური არის. უკიდურესად გრძნობიარია უარყოფაზე, შიში დაკარგვისა გადაიქცევა დრამატულ მოქმედებად. ემოციური ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ პარტნიორს გუდავს, სიყვარულს შთანთქავს და იმავე ძალით ანადგურებს. манипуляციური ელემენტები, ანას ნამდვილი манипуляციური გამოხატულება ტექსტში არ აქვს, მაგრამ აქვს გრძნეულისავით განუსაზღვრელი მოვლენა, ის გავლენა. ავადმყოფობის ისინი მახსოვს თითქოს თუ არ მახსოვს სწორად. ავადმყოფობის ელემენტები. იყო და არ უშვებდა იმ კაც არსად. კი,
კი, ხო, მაგას ვამბობ, აი манипуляციური ელემენტები აქვს. ანუ, როცა აი ამ საზღვრებიდან გამოსული, მყიფე ხდება მე თუ როცა ჩვეულებრივად ცხოვრობს, ასე ვთქვათ, ხო, რაღაცა თავის ამ კვადრატში მოძრაობს, ისეთია. კონტროლირებადი არის, ასე ვთქვათ, მისი ქცევა, მაგრამ როდესაც ეს საზღვრები იკარგება, თავის ჩრდილოვან მხარეში გადადის ამ გრძნეულის მხარეს და ხდება დამანგრეველი ენერგიის მატარებელი. ეგეთია, ისიც რაღაც მომენტში ამ ბრონსკის როგორ ექცევა, ხო? ფაქტობრივად რაღაცნაირად გუდავს. გარშემოყოფები მის გარშემო ქრებიან, რადგან ანაზლიერი ენერგია უსასრულოა, იშვიათად გაწონასწორებული. მისთვის სიყვარული არის ბრძოლა მთელი სამყაროს წინააღმდეგ. სწორედ ეს არქეტიპული მოდელი ქალურობის აბსოლუტიზაცია, სამყაროსთან კონფლიქტი მიიყვანს მას ტრაგედიამდეც. ანუ ამ კვადრატში მყოფი ქალის პერსონაჟი ქალის მთელი დრამატულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მოქმედება არის როგორ თქვა, არაპროგნოზირებადი. ანუ შეიძლება რაღაცა ისეთი ჩაიდინოს, რაც ლოგიკურ რაღაცა იმას რა ქვია, ხაზში არ ჯდება. აი რაღაცა თქვათ გააკეთოს რა, რომ მივიდეს თავის ქმართან და უთხრას, რომ რა ვიცი, აი მოდი მე შენ და ვრონსკი ერთად ვიცხოვრო. ეხლა ეს ანა კარენეში ესე არ იყო, მაგრამ აი ესეთი რაღაც წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება გააკეთოს რა. აი ძალიან არაპროგნოზირებადია მისი ქცევა. ემოციური ფსიქოტიპი უკიდურესად გრძნობიარია, ინტუიციურია, შიგნიდან დაუცველია, გარედან ძალიან ესე ახსხივებს. სიყვარულზე ძალიან ორიენტირებულია, შფოთიანი, ფატალურია. არა იმიტომ რომ ასე უნდა, არამედ იმიტომ რომ ამ დროს ამ ენერგიაში არის და ხშირ შემთხვევაში მის გარემოცვაშიც ეს ფატალურობა გადაიზრდება ხოლმე რაღაცა იმათ, რა ქვია, ლოგიკურ გამოვლინებად. არ ემორჩილება სოციალურად დაწესებულ წესებს. ის ქურუმი ქალის ინსტინქტით მოქმედებს, სიყვარულის ენერგია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სტატუსი, რეპუტაცია, მოსაზრება ან საზოგადოებრივი ჩარჩო. თუ გახსოვთ, ანა კარენინა ყველაფერს აყენებს ესე იგი იმაზე რა ქვია სასწორზე დგას რა ერთის მხრივ მისი ეს გრძნობები და მეორეს მხრივ აი დანარჩენი ყველაფერი ხო ფაქტობრივად ის გარიყული ხდება თავის საზოგადოებრივი იმიდან რა ქვია წრიდან და სრულიად მიუღებელი ადამიანი არის ბევრისთვის სადაც ადრე ვთქვათ ძალიან ისეთი როგორ გითხარით ხო სადაც ის მიდის რომ სინათლე როში აქვს და რომ მიაქვს ეს რაღაცა დიდი ენერგია მე ანა კარენინა ამის საპირწონე პერსონაჟი ხდება ტექსტში მაგრამ როცა ეს ჩარჩოები ეჯახება მის ვნებას იწყება გრძნეულის აღდგენა ბრძოლა დაზიანება კონტროლის დაკარგვა და დეპრესიული პერიოდი ქურუმი ქალი ურთიერთობაში, როცა ქურუმი ქალის იმაზეა, რა ქვია, არქეტიპში არის, ძალიან აძლიერებს პარტნიორს. ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასურველი. ამ დროს იმიტომ არის, აი რომ წეღარო ვთქვი, რომ მატულობს თაყვანისმცემელთა ჯარი მეთქი, რომ კაცები გრძნობენ ამ ენერგიას, ამ არქეტიპში მყოფი ქალისგან. და ხვდებიან რომ რაღაცა საბადოა ენერგიის და ეს ამ ენერგიის წაღება უნდა თქვათ პატიოსან ადამიანს უნდა იმიტომ რომ მასთან ერთად განვითარდეს უპატიოსნო ადამიანს უნდა იმიტომ რომ ის არის ენერგოვამპირია და მშვენიერია ხო ეს ამის სხვათა შორის ყველაზე საინტერესო ისტორია არის ერთ-ერთი ზუსტად არ მახსოვს რომელი იმპერატორის ამბავი პითია ქალები იყვნენ ხოლმე ეს ქურუმი ქალები იყვნენ ძველ რომში რომელსაც ეკრძალებოდათ 33 წლამდე მე მგონი დაქორწინება და არ შეეძლოთ არანაირი არც სექსუალური ურთიერთობა არაფერი არ შეეძლო და ძალიან დიდ ზღვენს მიართმევდნენ ხოლმე ამ ქალებს ისინი რა ქვია მოქალაქეები და იყო ერთი პრინცი ანუ მომავალი მეფე რომის მომავალი იმპერატორი რიგითი ეს ერთ-ერთი ესე ვთქვათ მოქალაქე რომელმაც მიზნად დაისახა ამ ქალის დიდძალი ქონების ხელში ჩაგდება ამიტომ თავი შეაყვარა ამ ქურუმ ქალს დაორსულდა მისგან ეს ქურუმი ქალი შეეძინა შვილი
ამის გამო რა თქმა უნდა ის სიკვდილი დასაჯეს, მაგრამ სიკვდილი დასჯის მომენტში ესა აქვს უცნაურობა ამ ქურუმ ქალს, რომ ბოლომდე რჩება პარტნიორის, აი ძალიან უცნაურია, რომ ბოლომდე რჩება პარტნიორის ერთგული, რასაც არ აკეთებს მაგალითად ამორძალი. ამორძალი პირდაპირ მოკლავდა თვითონ იმ თავის პარტნიორს. ქურუმი ქალი ამას არ გააკეთებს, რას აკეთებს, რომ ბოლომდე იცოდა, რომ ესე იგი უღალატა იმ თავისმა კაცმა, თვითონვე დაასმინა, მოწმე თვითონვე გამოვიდა ამ ქალის წინააღმდეგ, ეს მომავალი იმპერატორი. შვილიც მისი იყო და იმ ხალხს უბრალოდ ერთი სიტყვა რო ეთქვა რომ ჩემი სექსუალური პარტნიორი არის აგერ ეს კაციო, იმასაც ჩააყოლებდნენ საფლავში, მაგრამ არ გააკეთა ეს. ესაა უცნაური ამ ხალხს, რომ ბოლომდე შეუძლია პარტნიორს ასე ვთქვათ მისცეს მთელი თავისი არა მხოლოდ ენერგია, არამედ ყველაფერი მისცეს და მისი ვილა ხელში ჩაიგდო მე რა ქვია მომავალმა იმპერატორმა, იმპერატორის შვილი არ იყო, რიგითი მოქალაქე იყო მერქი და მერე გახდა, მერე აღზევდა, ანუ მისი ქონება ხელში ჩაიგდო თვითონ. მედიაც ზუსტად ეს იყო, მედია არის ანუ ქურუმი ქალი, თავიდან არის ქურუმი ქალი, ყველაფერს აძლევს თავის მომავალ, ხო, მერე ხდება გრძნეული. გრძნეულის მომენტი რა არის, ხო? ასე გრძნეული რა მომენტში ხდება, როდესაც ბოლო ხაზსაც გადალახავს, ხო? ბოლო ხაზი რა იყო? ეგ ძალიან საინტერესო ის არის, მე ჩემი ვერსია არის, რომ შვილების დახოცვა კი არ უნდოდა იმას, რა ქვია, მედიას მიზანი იყო, როგორც ამბობენ, მოკლედ მედიას შეეძლო მკვდრების გაცოცხლება, იქ მინიშნება პირდაპირ არის, რომ ბატკანს ჩააგდებდა იმაში, რა ქვია, ადუღებულ ქვაბში, ამოიყვანდა ისა მოხუც ცხვარს, მოხუც თუ როგორ უნდა თქვა, მოხუც კი არა, ბებერ ცხვარს ჩააგდებდა დიდ ქვაბში და ამოყავდა ბატკანი, ესე ვთქვათ, ეს შეეძლო რა და მკვდრების აღდგენაც, როგორც ამბობენ, შეეძლო და ჩაატარა რაღაცა გარკვეულ ტიპის манипуляცია ქმრის გასამწარებლად, ასე ვთქვათ და რაღაცა ეს ბჭყალებში ფოკუსი აღარ გამოუვიდა მერე და ეგ იყო მისი მთელი ტრაგედია. და ამის მერე გახდა ის გრძნეული, მედია გახდა გრძნეული, ანუ ქურუმი ქალიდან გადავიდა გრძნეულის არქეტიპში. კარგი შემოშველება იყო, მადლობა. ქმნის ემოციურად დიდებულების ატმოსფეროს ზრუნავს ღრმად და ბუნებრივად. მის გვერდით მამაკაცი ყოველთვის ხდება გმირი. თუ ამ ენერგიას დაიტევს და გაუძლებს, კაცი ხდება გმირი, მაგრამ თვითონ ქალი რა ხდება, ეგ მე ცალკე ამბავია. ხო. გრძნეული ურთიერთობაში ხდება ეჭვიანი, ითხოვს სულს, გულს და ყველაფერს, არ ეგუება ნაწილს, ყოველთვის უნდა რომ იყოს მთელი მისი. ანუ თუ რამე არის, უნდა იყოს მთლიანად მისი და არა ნაწილი. დაცემისას ანადგურებს პარტნიორსაც და საკუთარ თავსაც, განსხვავებით ქურუმი ქალისგან. ქურუმი ქალი ხო გითხარით როგორც იქცევა. გრძნეული პირიქით, ანუ თუ განადგურება ერთად, ორივე ერთად. კი. მისი ეჭვიანობა არ არის მცირე პატივმოყვარეობა, არამედ არქეტიპული შიშია, რომ თუ შენ სიყვარულის ნაწილს მომცემ, მე მოვკვდები. მას უნდა რომ მთლიანად გქონდეს. პროფესიული და ცხოვრებისეული ტენდენციები თუ ანა კარენინა სხვანაირ რეალობაში იცხოვრებდა, ის იქნებოდა ხელოვანი, ქველმოქმედი, განათლების სპეციალისტი, სოციალური რაღაცა ესეთი ინფლუენსერი, რაღაცა ემოციური ინტელექტის ბუნებრივი ავტორიტეტი. ქურუმი ქალის ტიპის ადამიანები იშვიათად ირჩევენ ბიუროკრატიას. ისინი ქმნიან კულტურულ მოვლენებს, მოძრაობებს, ოთახის ატმოსფეროსაც კი ქმნიან თვითონ ის შეგწივდათ? კი ბატონო. ანას ენერგია რბილი, მაგრამ ძალაუფლებიანი, მაგნიტური, მაცდუნებელი არა ფორმით, არამედ ენერგიით, სიყვარულის მასშტაბით დამთრგუნველი, ხანდახან მომაკვდინებლად მძაფრი. მოკლე არქეტიპული ფორმულა. ანა კარენინა არის ქურუმი ქალი გრძნეულის ჩრდილით, სიყვარულში აბსოლუტის მაძიებელი. ქალი, რომელიც იმდენად დიდ ენერგიას ატარებს, რომ სამყაროს მიერ ვერ იტევს. ხო, სამყარო ვერ იტევს მას. გურა, ეს რა ქვია, ეს არქეტიპები ერთმანეთში რო გადადიან, რაღაცა ინციდენტი განაპირობებს. ინციდენტი განაპირობებს, კი. კი. რაღაცა უნდა მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი, რომ აი როგორ არის,
ჩათვალეთ რომ რაღაც კომპიუტერულ თამაშს თამაშობს ადამიანი და ის პერსონაჟიც ეგრეა და ცხოვრებაშიც ეგრეა. და ჩვეულებრივ სიტუაციაში ესე იმ წრეში ტრიალებ, აი გმირის მოგზაურობის, კემბელისეული მოგზაურობის აი ეს ციკლი რაც არის პატარა. წეღან იმიტომ ვთქვი რომ ეს რაღაცა ციკლურია მეთქი. ნახეთ, ცხოვრება ხო ესეთია, მთელი ცხოვრება ეს ციკლურია, ესე წრეზე დავდივართ. ხო აი მეფის ასულიდან დედოფლამდე და ნუ აქ ყვდება ადამიანი, მაგრამ თითოეული ეს ეტაპიც ესეთი ციკლურია, ესე წრეზე დადის. ეს წრეზე უნდა იაროს, ამარო მე აქედან აქეთკენ ამოვიდეს, მაგრამ ამ წრეზე შეიძლება აქ შემოვიდეს. ისევ აქეთკენ დაბრუნდეს. თუ ვერ გადავიდე, თუ ამ აქეთკენ თუ დაბრუნდა უკან შეიძლება გადავიდე. იდეალური შემთხვევაა, როდესაც მეფის ასულმა იცის თავისი ჩრდილი, მოიარა და ამოვიდა ზევით. ანუ როგორც აი ბიჭების შემთხვევაში. როგორც ბიჭების შემთხვევაში. კი, ხშირ შემთხვევაში მშობლებს, აი მაგალითად მე ხომ მოსწავლეებთანაც მუშაობ და ხშირ შემთხვევაში მშობლებს ეშინიათ ხოლმე და თქვათ ამბობენ რომ აი ჩემმა შვილმა აურია. განსაკუთრებით ეს ეტაპი ემთხვევა 22 წლამდე, იდეალური შემთხვევა არის რა, რომ 22 წლამდე ეს პირველი კვადრატი ადამიანმა უნდა მოიმთავროს. მაგრამ სამწუხაროდ 22 წლამდე ვერ ამთავრებს. ხშირად არის შემთხვევა, რომ მაგალითად მეფის ასული არის 40 წლის თქვათ ქალბატონი, რომელმაც უცბად აღმოაჩინა, რომ აი არაფერი ცხოვრებაში ესეთი რაღაცა ხუთოსანა გოგო იყო და ვერ მოასწრო ემის დაშავება. არაფრის დაშავება ეხლა რაღაცა მკვლელობა ჩაიდინოს და რაღაცა ის ტასაცმელი მოიპაროს მაღაზიიდან კი არ ვამბობ, მაგრამ აი ამ ჩარჩოებიდან ამოვარდნა და ამოსვლა მაგან ვერ მოახერხა. შესაბამისად ხდება რა? ერთი, როგორც გითხარით, მას სხეული უჯანყდება და რაღაცა გარკვეული ტიპის დაავადებები შეიძლება ეწვიოს, იმიტომ რომ გამოფხიზლდეს. ან მეორე ამბავია რომ მერე მოახერხოს ეს. იმიტოა ხოლმე რომ კაცების თან უფრო ხშირია ხოლმე კიდე რომ არის რაღაცა თქვათ 50 წლის რა ვიცი ბანკირი რომელიც რაღაცა ისეთი ხუთოსანა ტიპები რო არიან ხოლმე ხო ის ბავშვობიდან რო ეგეთი რო იყოს მას და აგერ გაკვეთილი მზად მაგ და არაფერი ცხოვრებაში ვარ დაუშავებია და უცბად იწყებს რაღაცა 50 წლის ასაკში მოტოციკლეტით ჰარლი დევიდსონით სიარულს რაღაცა იმეებს, რაღაც თავგადასავლებს, პირველ საყვარელს მაშინ გაიჩენს, ან რაღაცა ეგეთი ამბები და მე უნდა აურიოს ყველაფერი, იმიტომ რომ სხეული და შინაგანი სამყარო ეძახის, რომ ეს შენ რაღაცა ქონდა იმ პერიოდში დასაშავებელი, ასე ვთქვათ. უნდა გაგევლო ეგ ამბავი და გამოტოვებული გაგ და იდეაში ეს მისი გადარჩენის საშუალებაც არის და წყაროც არის რა. ამიტომ წეგან რითიც დავიწყებ მშობლებს ვეუბნები ხოლმე რომ თუ თქვენი შვილი აი ამ პერიოდში ამ 22 წლამდე ასაკში რაღაცეებს ურევს პირიქით უნდა გიხაროდეს რომ სწორ დროს გაივლის იმ სწორ რაღაცას და მე 40 წლის არ დაიწყებს რაღაცეების იმეებს რა ჩადენას მიუშვი ანუ ჩარჩოებში უნდა დატოვო რა თქმა უნდა შვილს სჭირდება ჩარჩოები იმიტომ რომ ეს მისთვის უსაფრთხო არის მაგრამ იმ ჩარჩოებში არევაც მოსულა რა თქვათ 16 წლის ბიჭი თუ სიგარეტს მოწევს ჩუმად სადარბაზოში ამითი სამყარო არ დაიქცევა მაგრამ თუ ის ამას ვერ გაბედავს მაგრამ სულ ექნება სურვილი რომ მოეწია ვერ გაბედავს ხო შეიძლება აი რაღაცა სრულიად დალაგებულ 45 წლის ასაკში ნარკომანი გახდეს სრულიად შესაძლებელია ეგეთი რაღაცა რა მიხვდი ან იყოს ეგეთი კი აი ეს რაც არის ნიუდაჩნიკი ასე თქვა ადამიანები რო არის შეუმდგარები, ლუზერები რო არიან ხოლმე, ზუსტად ეგ არის. აი შეიძლება ესეთი ტიპი იყოს. ამიტომ აი ამ პერიოდის არევა გოგოებშიც და ბიჭებშიც ჩვეულებრივია. თუ დააკვირდებით ხოლმე ეს სკოლებში სკოლისგან თქვენი კლასელები ან თქვენი თავის თუ გაგახსენდებათ, ხშირად არის ხოლმე რომ აი კლასელი ყავდა ეს მეფის ასული რაღაც ხუთოსანა გოგო იყო რაღაცა ისეთი ტიპი და უცბად მერე სადღაც ან ჩაკარგულია აი წეღარაც გითხარით როგორი იყო ესე იგი კუხარკარო არის სახში ჩარჩენილი ან უცბად არის რომ სულ სხვა რაღაც არეულდარეულობებში არის რომ ეს კაცო ის არისო რაღაცა ჯგუფხელი რო იყო მთელი ჩემი ისეთ გოგოების ემართება ნუ ანაკარენინაც ისეთია რომ აი ასაკოვას გაყვა დაუჯერა მშობლებს აი ესეთ გოგოებიც არიან ანა კარენინას არ ქონია ანუ ანა კარენინამ რო ხალი იყო ვერ ეგ არ იცოდა საერთოდ სანამ ვრონსკი არ ანუ ვრონსკი რო გაიცნო მე გაიგო რომ უიმე ხალი ვარ რაღაცეებიც მაგ და თურმე ჩვეულებრივი ეს არის მე გაიგო ეგ ამბავი იმიტომ რომ არ გაუვლია ეგ რაღაც ხო და აი იმ კლასელებშიც ხო ყოფილა რომ
აი ეს არეული გოგოები რო იყვნენ ხოლმე, ხო იცი რაღაც არეულ-დარეული ცხოვრება რო ქონდა და უცბად მე გადაცდება 30-35 წელს და აი რაღაცა ძალიან ისეთი ტიპია, შემდგარია, რაღაც თავის ამბავში რაღაც მაგარი აზემოსული ტიპია და გავლილი აქვს ის რაღაცა ამბები რა. ჩატოვებულია სადღაც წარსულში. ამიტომ ამ თვალსაზრისით ლიტერატურა გვეუბნება, რომ საშიში და სახიფათო კი არ არის, საინტერესოა თუ ეს ცხოვრება ჩვენ გავლილი გვაქვს. თუ არ გვაქვს გავლილი, ესე იგი, ისევ ლიტერატურის კანონებს რო დაუჯეროთ, ან მოგვიწევს ამის გავლა, ან სხეული გვაიძულებს, რომ მოვა რაღაცა გარკვეული ტიპის სნეო, კი არავის ვაშინებ, მაგრამ უბრალოდ ესე ხდება ხოლმე, რაღაცა გარკვეული ნიშნებით სხეული გვაიძულებს ამის გაკეთებას, ან არსებობს კიდევ ერთი ტექნიკა, სიმულაციური სიკვდილი დავარქვი ამ ამბავს, როცა სიმულაციურად გადიხარ ამ რაღაცეებს რა. ერთ-ერთი ესეთი სიმულაცია არის სხვათაშორის ტექსტის წერა. მხატვრული ნაწარმოების წერა არის აი ეს ერთგვარი სიმულაცია, როცა შენ შეგიძლია სიმულაცია მოახდინო იმისა, რაც ცხოვრებაში ვერ მოახერხე და არ გაგივლია. აი წერილების ძალიან ეხა უმეტესობას არ ვიტყვი, მაგრამ დიდი ისე ვთქვათ, ნაწილი სწორედ ამას ახერხებს. აი თავის ვერნაცხოვრები ცხოვრების გზას ტექსტებში მატერიალიზებას იმაშება, რა ქვია, იწყებს. ბატონო? არის მე სიმულაციური. კი, და რატო ხდება ეს არის და რატო არის რომ ტვინი ვერ არჩევს თურმე რეალობას გამონაგონისგან. ანუ მისთვის რეალობა ესეთი როგორც რეალობა არ არსებობს. აი ესე იგი ერთნაირად შეიძლება სიამოვნება მიიღოს რეალური სექსუალური აქტისგანაც და იმით გაკეთებული იმისგანაც რა ვთქვათ, ან გემო ვთქვათ, შეიძლება იგრძნოს ხახვის ჭამისგანაც და სიმულაციური ხახვის ჭამისგან. ხო, კი, ანუ ვერ არჩევს რა, ასე ვთქვათ, რეალობას არარეალობისგან. კითხვა მაქვს, აი მაგალითად რომ უნდა გაიაროს ეს ეტაპი, იმიტომ რომ რაღაცა და მომავალში ეს არ მოხდეს. ხო არის ხოლმე პირიქით, რომ აი ამ ცუდი ეტაპით იწყებს და მე ეს ცუდი ეტაპი სულ გრძელდება. აი აქ ზღვარი სად არის? აი ეგ არის. უნდა ჩაერთოს, როგორ უნდა თუ თვითონ უნდა მიხდეს თუ აი ვიცი კონტროლდება. აი როგორ არის, რომ ყველა ბოზი გოგო სინამდვილეში ოცნებობს პრინცესობას რომ დაუბრუნდეს ისევ ისე. ანუ შენ უნდა მიცემას საშუალება იმისა, რომ ის უკან თავის ამ ამბავს დაუბრუნდეს. ან პირდაპირ იქიდან შეიძლება ვთქვათ, აი აქ როგორც კი ამოვა და ასე ვთქვათ, ისევ გარკვეულ ტიპის წესრიგში ჩაჯდება, როცა შენ აძლევ მას რესურს იმისა, რომ არა, ნუ მშობელი, გარემო, აი ამ პირველ კვადრატში მაინც გარემოცვაზე დამოკიდებულები ვართ. ეხლა თუ სადღაც მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვზე ვლაპარაკობთ, ეხლა იქ არის გამონაკლისი რეალობები, მაგრამ ჩვენ მოდი ვილაპარაკოთ ჩვეულებრივ სიტუაციაზე. ხო? თავდაპირველად ამ ყველაფერს განსაზღვრავს მაინც გარემო. გარემო. პირველ ეტაპზე პირველ რიგში ყველანაირად გარემო. ერთადერთი როცა გარემოზე ზემოქმედებას უკვე შენ თვითონ ახდენ და გარემო ეს მეოთხე კვადრატია. მეოთხე კვადრატში უკვე ვიღაცის არსებობა კი არ ადასტურებს სიყვარულს. ანუ სიყვარული ან მე ვარ თვითონ ან მაქვს ან არ მაქვს. არ მჭირდება ეხლა რაღაცა გარედან ვალიდაციები, მიხვდი? ეგ არის განსხვავება. იქ მჭირდება ვიღაცას უნდა უყვარდე. ვიღაცამ უნდა მაღიაროს, ვიღაცამ უნდა და მე მეც უნდა შემიყვარდეს და ასე შემდეგ. აქ მე უნდა გავცე სიყვარული, რომ მე იქ ვიღაცა და ასე შემდეგ. აქ უნდა ვიბრძოლო, აქ უნდა რაღაცები გავაკეთო და მეოთხე კვადრატს ეგ არ ჭირდება. მე თვითონ ვარ სიყვარული, თვითონ ამბობს რა. ანუ თუ მეორე ობიექტი იქნება კარგია, თუ არა და მე ვარ უკვე საკმარისად იმისთვის, რომ ვიყო სრულყოფილი.